სოციალური ქსელის ალგორითმს, რომ ჩვენი ნაფიქრ ნაზრების ძალიან კარგად ესმის და წინასწარ გავთხელებული ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციებს გვიგზავნის, ალბათ ყველა შეგიმჩნევიათ. მაგრამ იცოდით, რომ სამყაროთ საოცარი სიზუსტის ალგორითმითაა აწყობილი და ჩვენ ადამიანები, რაზეც კი ოდესმე დიდი შთაგონებით და გატაცებით დავფიქრებულ ვართ, სამყარო სწორედ ისეთ თავგადასავალში გვაგზავნის. მახსოვს ბავშვობაში პოეზიით გატაცებულზე ჩემი პირველი სერიოზული შთაგონება მაშინ მეწვია, როდესაც წავიკითხე, ცისფერყანწელები თბილისში ჩამოვიდნენ და ქიმერიონში ნამდვილი პოეზიის ცეცხლი დაანთესო. 90-იან წლებში სანთლის შუქზე სუსტად განათებულ ოთახში მირაჟებივით ერთმანეთში იცვლებოდნენ ჩემში წარმოსახული გარდასული სახეები. თითქოს მთელი სიცხადით ვხედავდი ტიციანის მუზა თამუნია წერეთელს, ლაღიძეში ღაწვებს შეფაკლურს. აქ გალაქტიონი დაეხეტებოდა ცისფერყანწელებს გარიდებული, იქ ტერენტი გრანელი რუსთაველზე მიაქროლებდა უკანასკნელი კაპიკებით დაქივარავებულ ეტლს და ყვიროდა, იცნობდეთ, მე ტერენტი გრანელი ვარ. ქიმერიონიდან კი სასწაული ხმები გამოდიოდა და მთელი რუსთაველი პოეზიის ხანგებით იშღინთებოდა. ეს ყველაფერი წარმოსახვაში. მერე ბავშვობაც დამთავრდა და ფანტაზიებში მოგზაურობაც მიმავიწყდა. მოგვიანებით, როდესაც პროფესიაში პირველ მძლავრ ნაბიჯებს ვდგამდი, ჩემი ბავშვობის შთაგონებებმა სადღაც შიგნიდან გამომეხმაურა და თითქოს სრულიად შეუსაბამოდ ჩემი პირველი საპატარძო კაბების ჩვენება ცისფერყანწელებს დავუკავშირე. ლიტერატურული პასაჟები შემოვიტანე, შევეცადე გამეცოცხლებინა გალაქტიონის მერის ჯვრის წერა, ნიკოლოზ ბარათაშვილის და ეკატერინე ჭავჭავაძის უიღბლო სიყვარულზე და დავით დადიანის ქორწინების იმიტაცია შემექმნა. რაღაცნაირად შევეცადე, რომ დამეკავშირებინა პოეზიასთან ეს ყველაფერი და მე მგონი გამომივიდა. აჟური და საიდუმლოებით მოცული სიყვარულის ისტორია პაულო იაშვილსა და ელენე ბაქრაძეს შორის. ვთქვით, რომ კაპრიზი კლავაც აპირებს გააგრძელოს ეს ციკლი და თავისი ჩვენებები პოეზიის პოეტთა მუზების და მათი სასიყვარულო ისტორიების ფონზე წარუდგინოს მომხმარებლებს. მერე ყველაფერი თავისით მოხდა. ჩემს გარემოცვაში იმდენმა დიდებულმა ადამიანმა მოიყარა თავი, იმდენმა განსაკუთრებულმა პიროვნებამ, იმდენმა პოეტმა, რომ ჩემი სახლი თავისთავად დაემსგავსა ქიმერიონივით უნიჭიერესი საზოგადოების შეკრების ადგილს. აი, ჩემი მისია, რომ ასეთი სივრცე შექმნა იყო, სადაც ყველა განსაკუთრებული ადამიანი თავს საუკეთესოდ იგრძნობდა, მამა გურამის გამოჩენით სამყარომ და ღმერთმა ერთად დამიდასტურა. მან სალონის მე-19 საუკუნის დიზაინით და პოეზიის სურნელით ამთოვანებულმა ახალგაზრდობის დროინდელ მისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს ტელეფონზე დაურეკა და სთხოვა, რომ ჩვენ სალონში მოსულიყო სტუმრად. რათა მართლაც არაამქვეყნიურად უცნაურ პლატონურ სიყვარულზე გვესაუბრა, რამაც მამაო თურმე ნამდვილად ჭკუის შემშლელ ინციდენტამდე მიიყვანა. ნინო, ვილოცო პროფესითან. ხალო ეს დავქედი. სპიკერზე ვქოთ სოლი მისის გვერდი და შემოსაყვარელი როდი რამეშველება. ნინო, როგორ ხართ, ნინო? ილოცად შობა ხალხს პროვინციაში. ის იყო ახალგაზრდა. მარტერული გასვლა რო გავაკეთოთ. გაგიცვლი მეთქი, ჩემს ერთ ვიზიტს, შენს ერთ ვიზიტს. არა, პოეტური საზოგადოება ისეთი საყვარელი ხალხი, ჯერეთი ტიციანზე გიждდებიან, მერე ჩვენი ისტორია იციან და ისეთი სალონია, ნინო მე-19 საუკუნეში გეგონება თავია ჭავჭავაძეების იმაშია, ეგ წინანდალში რო არის. ხო და დიდი სიყვარულით, სიხარულით გელოდებიან და რომელიმე დღე დავნიშნოთ მართლა. ანუ რამდენი ხანში დაახლოებით შესაძლოა მიდიხარ თუ? და თებერვლის პირველ ნახევარში ესე დაგიკავშირდები თებერვლის დასაწყისში და მე მოვნიშნოთ რომელიმე დღე შენ რომელსაც იტყვი. მისი ტრფობის ობიექტი არც მეტი, არც ნაკლები ტიციან ტაბიძიშვილიშვილი, ტიციანის შვილის ნიტას ქალიშვილი ნინო ანდრიაძე აღმოჩნდა. ბედის ასეთი დაკავშირებით ერთი საუკუნის მერე ამ საღამოს ტიციან ტაბიძის და თამუნია წერეთლის უცნაურად საოცარმა თქობის სიუჟეტებმა ირაჟებილით ჩაიარა ჩვენ შორის. მაგრამ დღეს მოგიყვებით ამბავს, თუ როგორ განმეორებულა ტიციანის შთამომავლობაში კიდევ უფრო საოცარი სიყვარულის ისტორია, რომელსაც პირდაპირი გაგებით ჭკუიდან შეცდომამდე მიუყვანია მამა გურამი.
ამ არაამქვეყნიური სატრფიალო ამბავის ჩვენს კედლებში გაცხადებამ სწორედ გაცხადებული სასწაულივით შეაერთა ქიმერიონსა და ჩემს სალონს შორის ბავშვობის დროინდელი შთაგონების ნაოცნებარი ამბები. სანამ მამაო ნინოსადმი თავის სასწაულებრივ გზნობებზე მოგონებების სკივს გახსნიდა, თავად ქალბატონმა ნინომ უამრავი კულუარული ინფორმაცია მოგვიყვა ცისფერყანწელების ბოჰემურ ცხოვრებაზე, თამუნიას შორიდან ტრფიალზეც და ამ ამბავის მიმართ ცოლის პოზიციებზეც კი, რომელთანაც თურმე პოეტს საოცრად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. დაგაუგზავნა რომ საოცარი ახალგაზრდა ლამაზი ქალი არის უნდა ჩამოხვიდე და ჩამოდი და უნდა გაჩვენო. რა უცნაური და მე ვიფიქრე რომ ეს იყო რაღაც ძალიან დიდი მეგობრობა საოცარი მეგობრობა. აი ძალიან სასაცილო იყო ყვება რომ ნინო ყვებოდა რომ ესე იგიო ნუ არ არის ეს ჩამოვედიო და გავარო კაცო და ველოდები ამ ტიციანსო აივიდა ვიყურებდო და ხედავ მოდიშო ტიციანი აი უფრო გასუქებულიო ეთქო მე ის ყალი დარია იმ ლამაზი რომ მოვიდა ამყვანა მაჩვენა ეს კარი და ნუ ძალიან მომეწონაო და ნუ წამოვიდით უკან აბა რა აზრის ხარო და ნუ გასაგიჟებელი ქალიო მაგრამ ჩემგან რა გინდაო ამ ურთიერთობის გაგრძელება მე ვიცი რომ გაგრძელდა ძალიან დიდი მეგობრობით. ტიციანი მეგობრობდა უკვე გათხოვილ თამუნიაძეთან. არ ქონდა ესე. მშობი არა თამუნიამ და იქ რაღაც მშობიარობის 10 დღის შემდეგ დაეწყო ეს გართულება და მოჭრეს ფეხი და ტიციანი მივიდა სანახავად და მაშინ დაწერა. ფეხ მოტეხილი შეხარ ღრუბელიო. ყველაზე კარგი სტრიქონები ტიციანის სავიზიტოს პარათინის გარჩენილი ვარ ქვებზე. კამაში დაახეული მაქვს. ამ ლექსში წერია ადამიანის საღამოს თავარ თემაზე. ჩვენ რატომაც შევიკრიბეთ. მამაო, მოგიყვა ძალიან სენტიმენტალური ამბავი თავის ახალგაზრდობის ისტორიაზე, რომელიც ცოტა შეცვლილი როლებით, მაგრამ მაინც გავდა ამ ისტორიას, ამ მეგობრობას, ამ რაღაცა შორით გრძალვას და შორით ტრფობას, ხო? მამაგურა. ამიტომ თვითონ მამაოს ხოთ ეს ისტორია მოგვიყვეს. გავსახა ჩემდეუღლე და ნინო ერთად რო არიან ახლა გავსახა და მეგობრობენ და ჩვენ 4 წელი მოკლედ მე ტიციანი მიყვარდა ნინოს გასწობამდეს და შემაყვარს ძალიან და აი რომ მოხდა ჩვენი შეხვედრა პირველად მე-4 მესამე კურსზე ვიყავი ნინოს სკოლას ამთავრებდა და ხო არ ჩვენ ყველას ყავს ის ვისაც ველოდებით ვით ეს არის და ერთადერთი რაც მაცოცხლებდა ეს კომუნიზმის იდეა დამებრა მე იმიტომ ჩავირიცხე პირველ წელს კაცო და ვაფშე არაფერი ორებზე არ პროფესიისა თითქმის მივატოვე სწავლა და დამეგრა სამყარო არაფერი ხალისი არ არის და აი მაგრამ აი ეს ყვარული მქონდა ბავშვობიდან და მეთქი სუსუ აი რამდენი გოგოს ვადა ეს იქნება ეს არა და ავტობუსი 15 ნომერი ჩამოდიოდა პეტრიაშვილიდან ადიოდა ესე მიდიოდა მელიქიშვილი და მით ადიოდა ბელინსკის ზევით ისევ და მე ადიოდა სევასტოპოლზე და ბორია ერქვა მძღოლს ბორია არის ბორია ერქვა მძღოლს აი სწორი იყო თუ შავილოში კეხიანი ცხვირი დარგავს კეხიანი ცხვირი და აი ჩატვირთები და მე ახ ჩავდიდი გაჭეჭყილი ავტობუსი ეს აკრიფავდა სიჩქარეს ბელინსკზე ვერ გაჩერდებოდა ვიდრე ისე თქვა ღმართია არ უნდა გაჭდა დააწებოდა გაზა ბოლომდე სანამ არ ადიოდა და ანდრეს მიჭეჭყილი ვარ და მე ვარ კართა და ნინო დგას ჩემ წინას პირდაპირ ეს უყურებ ერთმანეთს და აი ეს ხო დაგროვილი ხო არის ჩემში ეს რომ ეს ვინ არის და აი აქ მოხდა სხვადასხვა ძალიან კარგი იქნება თუ გვაქვს საშუალება 20 პატარა გოგონას ერთი მსახიობი კითხულობს მაგას აი წამში რა მოხდა ის მაგ დაჭერილი აი იქ რა მოხდა ჩემში ის აფეთქება აი აქ მაგ ახლა კაი და გავიგებთ მაინც კარგი იქნება აი კი ანუ კარგად გამოცემთ ის ემოციას ოცნების პატარა გოგონა ახერა უყურებ ვიდეოს და ხო ავიდა ეს და აი აქ იმას ენით ვერ გადმოსცემ რა მოვა იქ მოხდა ის რასაც ჩვენ ყველას გაგვიცია ეს ის არის და ერთადერთ მოვასწარი რომ ფული გადავთქვენი გადახდილია მეთქი ეს არის აბა ხავი არ მოსულ ვიღაცა რომ ვიღაცა და ჩავდიდა ეს დინო ჩავდე დამთავრდა ეს მაგრამ ეს ხო ჩამსშა უკვე და ამდენ მოვდივარ პირველ კურსზე ვარ პირველი ის არის სექტემბერი მე-4 კურსზე ვარ მე ნინო ჩარიცხულა
უკვე ის 16 წლის ოქტომბერში გახდა 17-ის და მოვდივარ უნივერსიტეტში ახო ფილოლოგებს და ისტორიკოსებს მაშინ მოვდა აი აქ არ დამე საგემართა ის ეს იცი რა იყო ძალიან სასაცილო იყო გამოდიოდი იმ რაღაც უძიმესი კარები რო იყო რაღაცა პირველ კორპუსზე ხო და გავაღე ეს კარი და დამეჯახე ვიღაცას და რო ავიხედე ეს 2 მეტრიანი კაცი ხარ გაკეთდა ვიფიქრე რა ვქენი ამის და რა ხوار მოვკალი ეს კაცი რა ამ კარებით რაღაცა თავში ხوار ჩავარხე რა გავაკეთე ამ냐 ბოდიში მაპატიეთ ეს რა გავაკეთე მაპა ვერაფერი ვერ გავიგე რატო გაკეთდა და შეეშიდა და რატომ გაკეთდა ესე იგი შევხვდათ ნიტა და გათეთრდით თქვენ ესე ნინოს თვალის დანახული ახლა ეს წამები რა მოხდა ჩემში მართლა ის არის თქვენი დაწერილია ეს აბარა მაგისი ლექსი გაგწერილი აი თუ სიყვარულის წყურვილი ისმის? კი გაზაფხულის სუნთქვითა და ფერებით ავსებულ ქალაქის ფართო ქუჩებში დავდიოდი და გეძებდი შენ ჩემი ოცნების პატარა გოგონას ის წამია გეძებდი და მაისის მატრობელას სიოსავით შემოფრინდი ჩემს არსებაში. სხაპლო ფერიასავით მიმსგელი და მაცნული ღიმილით. ცნობის მოყვარე სავსე თვალებით და შუქზე ბავშვურად გადმოხდილი. მაშინაც ესე იყო. მოძალებული სიხარულისგან ცერკი ნაკადული დაჭრიალდა ჩემ გაყინულ სულში სიცოცხლის შმაკი ცხურული. შეუცნობელი შიშნარები სიხარულის ვარდისფერ ბურუსში ჩაიძირა მთელი ჩემი არსება. შევიდექი ჩემს წინ და ჩიუტად ითხოვდი ჩემგან რაღაც სულ სხვა, ყველაზე ლამაზ და ძვირფას საჩუქარს. და მეც დიდი ლოყაწითელი ვაშლებით დაუნანებლად ჩაგიგორე პატარა გამოწვდილ ხელებში სიყვარულით სავსე არაფერი ნორმაში არსება მინიმუმ 1-20 მეტროს რო მივაყოლები და უკვე ვერ შევდიოდი ამ ვერში დაუშვათ მინდა დავირახო იქ მესამე სართულზე ლექცია უკვე ყველაფერი ვიცი ეგ სადრომაც და როგორც კი ნინო გამოიხედავ გარბი ვარ ვერ ვუძინე ბიქით აქეთ მერეს და შევისწავლე გრაფიკი რომელწუც გამოვა სახე და რა ხდება მე რამდენჯერ დავждები გოგებაშვილზე ველოდები ახლა გამოვა 2 წუთში უკვე ვიცი და მოფიქრებული მაგ რა უთხრა ყველაფერი და გადმოდის ნინოს თავის ფრიალაკაბით შემოდი და აი ესე ვძივარ და ჩავივლის ჩადის პეტრიაშვილი მივყვები უკან უნივერსიტეტზე რამდენჯერ ხომ ხდება იქ ვიდივარ იქ ხდება არ ვერაფერს ვერ მეუბნები და მოგნედ ამ სულელმა გოგომ ეს სიყვარული ვერ დაინახა და ეგონია რომ ყაშაღი დასწრე თვალებში არის რა ვიგავდა ყაშა ცოტათი მაინც არის ფიქრები რაღაცა ეხლა მეუბნება თავის ბიზნესს და ბიჭები მოდიან და ხდება კურდული გარჩევა იმაშელაკაცი დავდა მე შენ ვიღაც არანორმალური ეს გაცი მოგნედ დამიბარეს რასბორკაზე თუ ახარო დამიბარეს მე ჩემი მეგობრები წამოვიყვან ერთი და სადღაც იმაში ვერის იმაში ჩავედი და დაიწყო ზაზა კიბიძე მე ზაირას თუ არ არის ის ხო დიშვი ასე არის უცბაო რაგი და გოგოსთან ესე ამბობს რომ ვიღაც ყაშაღებდა და რატომ მაწვალი რა ხდებაო და მე სილივს ამოვღერხე მერიდებოდი მეთქი მიყვარს მეთქი და რა აი ეს როგორც თქვი თურმე ამათ მართალი ეგორათ რომ ყაჩაღი რაღაცა ვარ აბიჟნიკი ვიღაცა ვაიბე რაო ეს ასე ამას ვაჩვენებს ეს კაცო რას ამბობს სიყვარულის უფლება ვისაალკო და ეს სულელი გოგო ნახე მაგას რა და ამირეკე სუმაგინე შენ არანორმალური რა ასეთი ბიჭი დაყვებაო ხო ასეთი თავიდიო რა დაგიშავ ფანე ხوارაფერს ახალბოკო უკან დაყვები და ხმას აღწევო მეორე დღეა და ეს ნინო ხო გათავისუფლდა საწყალი მოიტყვა სული და მოგრე და იმას გავდივარ ხოდა ახლა გავარ უნივერსიტეტში ხო იცი მაშინ ის იყო ყვითე წითელი კროშკა დაყრი რახა სხვადაირად არის და ნინოს ხო სუედ მინიმუმ 20 მეტროს იქით უკვე მე გავპივარ და ეს კი გარი მინიმუმ შანსი არა გამოჩნდა იქ ნინო და გავარ მეგობრებთან თან თვალი ესე და უყურე მოდის პირდაპირ აქეთ მოდის მეთქი გავიხედე ვინმეს კი ყვარბიდის და გავიჩოჩე რომ დისტანცია დავიცო უკვე 15 მეტრზე რომ
ხოლო 10-ზე რომ მოვიდა 10 გავიწიე კიდე ბიჭო ისე მოდი შეხვდა და მოა ხელი ასე ბიჭო სად მიდის რა გავაკეთო სად გავიწე უკვე საშიშ მანძილზე მომიახურდა უკვე დამეტანია საშიშ მანძილი კანი არა რა ზარ არის და პახ და მეჯახება პირდაპირ წარმოგიდგენია ხელი მოა გასაწო უკვე ნახდა ჩემთან ბიჭო რა გავაკეთე ხა 10-ზე არა ვარ რა მოხდა ვაიმე მიღიმის და ვაიმე კაცო არ ვიცოდიო თურმე ასე ყოფილა ისე ყოფილაო და ბოდიშიო დედაჩემს უთხარიო დედაჩემი გეპატიჟება სახში ფანჯრებთან ვათენებდი გეპიცები 22-63-03 ამას არ ახსოვს ალბათ ტელეფონი მე მახსოვს და 50 წლის უკანდელი ამბავი დაახურები თუ რა გო 45 წლის და ამდენ ფანჯრებს რო უყურებ და ნინოს სილუეტი ოღონდ კი გამოჩნდეს და მეტი არაფერი არ მიდო და ამდენ სახში გეპატიჟე ვაიმე რა გავაკეთე მაშინ ხო კოსტუმშარები იყო აკერა მე ხო არ ქონდა ასე ჩემი მეგობარი იყო ჩემი ტანის და ესეთი ჩაწეული კოსტუმები ხუდა ჩემი სკოლა არის ვინმე არ ეს უნდა ყოფილიყო ჩაწეული შლაქსები იყო მაშინ მოედანზე ბოლო 10 მანეთი მივახშდიდე ესე იგი ეს ისინი კარგად მასკენი ტიციანის მიხატები მიხატები როგორ არის შუდა ტიციანის შვილი რასო გაიგებდა ყველაფერი ტიციანის სახი როგორ არის გიასკა რო პირველად კანკალმა დამიწყო ტისიანში მე ახლა სოფრელი ბავშვი ბიჭი ვარ დაკომპლექსებული ტისიანის თბილისის ღმერთი იყო ჩემ და ამ დროს კიდევ ტისიანი ჩემი კერპი იყო საერთოდ აი სხვადასხვის აი მარტინიდენს რაც დაემართა ეს მარტინიდენ მე წიგნმაჩში დასოს მითხარი ისა ყველაფერი დამდგურა ესე ჩემთვის იყო ეს მიუღწეველი რაღაცა წარმოიდგინე სოფრელი ბიჭის ტისიანი შვილი ხო და ამ დროს უნდა შეხვიდე შეგირით აბაზე ისედი მოვადეგი ტაქსი დავაკავდი ფიროსანი რაღაცები ახლა კეპიცები 64-ში ალბათ ადამიანი სადღაც უფრო ადვილად შევა ვიდრე ჩემი შეესვლა როგორ აი შევდივარ და დედა ხო იცი როგორ შევედი საათ შევედი მე ხელთ კიდე დედა დედულია წამო დამსეს ესე იყო ის გააკეთა დედიკომისა პატარა ისინი პურის დაჭერები და რაღაცა კარაკი ძები და რაღაცები ხო ესე ბუტერბროდი ბაში და ერთ რეგს გეტყვი და ეს ყველაზე მეტად რო გამოხატავს იგი ჭადრები არის ჭადრები იყო და ეს ხო ცვივა ეს ფოთლები შემოდგომაზე და მე ხო სულ ამის მაშინ ვიყავ შემოდგომა ეპარება სიყვით და ქალაქს რომელშიც ფარულ სევდად გულსეგულები ჭადრის ფოთლები შენს პანჯრებთან ყრია გულაღმა როგორც მაჯაზე გადახსნილი ხელის გულებია რა გაგიცხა სულ შემთებული ვარდისფერ ცეცხლად გზნება იცვლება სევდის მოტივით დუმს სიყვარული აყვავილებულ წელგადატეხილ ატმის ტოტივით და კიდე ერთ წერტყი პიენი ეგეც იმედის გუის თოლის როგორ იმედი დამრჩა წავით ჩამწრალი ოცნებაც ისე საბრალო დუმდა ვით უცნობ ლამას ქალს აცდენილი პირველი თოვლის დაფშვნილი გუნდა და თერმინი როყვამას მოყვა და უყრეთ იმას ნიტა მეურვე ცისკარში დავახო ლეკვები უყარდა კიდე ნიტას ასე მოთხრობა აი და მე ნიტას მოეწონის როგორც სასიძო ხო აი მე დამაკვდა კიდე ბავშვი მე რაუქრაშული მეხობერ გავყვები მე არის აკზაქტული ძირითადად ნიტასთან ქონდას ვიდეო და სასიდაში და ხო ანუ გალაქტიონის ძალი რომ ცოცხალი ეგონა ნიტას და იქ რომ მივიდე გარდაცვლილა ბესარიონის მე ხო რა და მესამე რაიკოვის დივანი მაშინ იყო ნოდარ ანდრიაძე ამას მამის ბიძაშვილი და რაიკოვის დივანი წარმოვიდგინე მაშინ 91 წელია და მივდივარ პირველად რაიკოვის დივანთან უყურე მარტია საათებს ვინ მოხსებს სკოლაში კაცო მარტში და როგორც კი დივანს შეხვდე ნიტასის რონახა რეკომენდაცია გან წერილი რომ მიმეხედე ამ ბიჭს რომ სკოლაში გაკვეთილები დააჭირა ღილაკს ხო იცი მაშინ რაიკოვის დივანი შემოდის გიორგაძე შიო რაიკოვის დივანი ახლაც მახსოვს და იმ წუთას გამომიყვეს 24 შიო გამომყვა რაიკოვის დივანი ვზივარბე მიადგნენ შუამთის საშუალო სკოლას მარჩ და საცხად იმას
შეგელი ამბროზი ჩამოაჭრეს 12 საათი ეგრევე. მაგრამ შევა გაკვეთეს. მე დამდიშეთ მე-10 კლასი მომწეს, მე კიდე პატარა კლასი, მაგრამ ზუბროს პირველი გაკვეთით შედი და რახან ბინაჯერ არ მქონდა იქ ვერ ჩავედი, მე ტაქსით იქაც წამიყვანეს ბოლომდე და ჭყვიში ცხოვრობდი ტიციანის სახლში ოდაში. 1-2 თვე. აი ეს სუნის მახსოვს ის ოდის იქა და შემდეგ საბჭომ უკვე გამოვიყო ფული რაღაცა და ფარცხალაძეები იყვნენ სკოლის გვერდზე ოჯახი და იქ ცხოვრობდი იქ მაბშება საჭმელს მე რა ხდებოდა ახლა ჩემი კლასელები ჩემი ტოლები არიან ბიჭები გოგონები კაცო და ჩაის ვარდები იყო მაშინ თუ გავს ჩაის ვარ ასე დიდი და სურნელი აი ესეთი შემიგროვებდნენ ამ ვარდებს, გაფერდნენ, იმაში გაახვედეს სველკილოში. რო ეს არ დამყარებოდა. დილას მოვდივარ გოგებაშვილის ქუჩაზე, ამათთან აი ამ სველი ვარდებით იქ რამდენჯერ. არა, წერდნენ ეს ბავშვები რომ ინახარ შეგე. აი წერილები დავაწერილი. გასაგიჟებელი ეს კაცი რა გინდა ვერ გამიგედა რა. აი ეს გასაგიჟებელი მასწავლებელი ესეთი. ბავშვებმა იცოდნენ რომ შეყვარებული იყო. კაცო ყველა ვიცოდა, კომუტატორები რამდენში ისწრებოდნენ. ქეში აი და მომერაფე გავაგზავნე და მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი რომ მე არ ვყავდი. ეს უყვარდა. აი ახლა ნინო გათქვა, ათია და რა მითხრა? და დაფილად ესე იყო, არ ვიცნობ ადამიანი წესიერად. ეს არის რომელიც საოცარი სიყვარულის უნარია. ახლა რა იყო რა დედას გაჩენილი მე ვიყავი რომ დამინახა და გადაიღია ეთქობა ნუ აი ეს გიყვარს შენ ვიღაც სხვა წარმოსახვედი გიყვარს და მე როგორც მაგ სიყვარულს მეც უბედური ვიქნები და შენ ასე პატარა გოგო როგორ არ მოიხიბლეთ ასეთი სიმპათიური მამაკაცით აბა მაგაზე მე ეს საშუალება და დავა ეს დავეტაკე და ვერ გასი და გოგონი აიყო თამაშობდა კაცო და მე ძალიან სერიოზულად ვაი ძანდურაკი ვიყავი რა, მაგრამ მართლა ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩემ დავიდა, რომ რაღაცა ყოფილიყო, მაინც შანსი არ იყო. აი გული გაუტყდებოდა ამასაც მე არ შეიძლება. ანუ ეს გინდოდათ რომ ეს ოცნების გოგონად დარჩენილიყავით? ხო, ამ არა ნუ ჩვენ ურთიერთობა ახლა ან როგორ გაიაზრეთ ახლა თქვენ ხო მე პატარა ვერ გავიაზრებდი ახლა ვიღაცას რომ უყვარვარ ნახეთ ეს რამხელა ის არის გააზრების არ შეიძლება თამაში ცირა ჩვენ დროს ისე ვიძახით ჩემ დროსაც ასე იყო რომ ესე შორიდან დანახვით უყვარდებოდათ ქალები ჩვენც ბიჭების შორიდან ანუ ურთიერთობიდან არ იწყებოდა ბათუმში ისვენებს ვიცი ერთადერთი წერილი მივწერე მანამდე ტელეფონი ხო არ არის მას ნახეთ ახლა დავით სასწაული ტელეფონი არ არის არაფერი არ არის ბათუმში ისვენ ბათუმში სად ისვენებს მისამართი არ იცი ტელეფონი ვერ დავი იმ მომენტში ზღვაში იქნება თუ არა აი რომ მიდიხარ სად მიდიხარ სად უნდა იყო მივდივარ მე და მეგობარი ჩემი გულადი იყო იმას გულადი და გურამი ორივე ერთი გულადია გურამი მეგრულად გური არის გული და წავედი სად მიდიხარ უბრალოდ ვიცი რომ ბათუმში ისვენებს ზაფხულს აი სად უნდა ეძებო მისამართი არ იცი ტელეფონი არ იცი და დავიდეთ უფლები გავიხადეთ ეს მე ფასვებით გადავიკიდეთ ხალხი ათასობით ეს ფენა მოფენი და საიდანღაც დავიწყეთ ძებნა სად უნდა ეძებო აი რა აი შენ იმ მომენტში არც არის ფლავზე კაცო და აი ამ ათასობით შიშოც მე ეძე მივდივარ მე არ ვიცი რამდენი ვიარეთ რამდენი თვალი არ მოყარი ერთი მეც აი ზუსტად ასე საცურაო კოსტუმები თვალი სად გავარჩი ამდენ მასაში გეფიცები და ნუ ერთი ნახევარი საათი გულანი მასულიერებდა გულანი მასული ხატარიენ რა მე კი არ ვლაპარაკებ და ჩემს ელაპარაკე გამოვიდა გამოცდიდან ეხლა ხუთიანი მიიღო მე არ ვლაპარაკებ უბრალოდ დამინახავდა კაი ხასიათზე გამოვიდა და არეკავდა დედაჩემთან ნიდად ქალბატონი და ნამდვილად ხუთიანი მიიღო რაღაც კაი ხასიათზე ესე იგი ნამდვილად მოფხიზყაოსი სიყვარული მოყევით თქვენ რა სასწაული და მე და შორი ეხლა ჩვენში და მე დასაბანი რა ფერი არის მე ყველგან ვამბობ ამას მაინც იმეცხო ვიტოვებდი მე დილა ხა ბიჭო ადამიანურად უყვარდი ხა ადამიანი ვარ მეც მაგრამ ეს მე უკვე გადაგქონდა მეთქი ალბათ ეს შორი სიახლოვე გალაქტიონსაც აქვს
რუსთაველშია პირდაპირ. შორით ბნე და შორით დაგვა. აი ახლა მაგაზე იყავი რაც კიდე ისა იყავი ისეთი როგორც ახლა ხარ ნინო არ სულ ჩავიხედო შენს ფარულ ფიქრებში ისედაც კარგი ხარ ისედაც მიყვარხარ ისედაც დაფრინავ ჩემს ამას სიზმრებში ირბინე იცინე და შენი სიცივით ეს გული თუ კიდე 1000 ჯერ მოხარ შენ მაინც კარგი ხარ და გეტყვი სიცივით რომ მაინც მიყვარხარ მოდი და მომხარ რასისა გიოროთ შორი მე და შენ ფიქრებში დამრჩები კვლავ გაუხუნარი ოღონდაც ასეთი დაურჩი დედაშენს და აღარ მექნება მე სხვა სამტურავი რა უყოთ გაუძლებ ავიტან სიშორეს ჩუნი ოცნებებით მოვირჩენ იარებს ოღონდად ვიცოდე ოღონდაც მჯეროდეს იმ გულს რომ სხვა ვინმე ვერ აგიხმიანებ გულს არ გავაკარებ სევდას და სილამს თავს აღარ შეგაწყებ ამავედრებით ოღონდ დამიშლი ამ ცოტა სიხარულს მოვიდე და გითხრა ჩუმად და ფერები იყავი ისეთი როგორც ახლა ხარ შორი და ნაცნობი დიდიც და პატარაც ასე უყარება კვლავ უფრო მიყვარხარ კვლავ უფრო მიკიდებ ცეცხლს შავთვალა სიშორე გაუძლებ სიშორეს რა გზა მაქვს დაახლოებით ესეთი მერე რომ გეცემა დასაბანი რა დაბადების დღეა აბა უსმენთ ერთი წუთი დაბადების დღეა დინოს 21 წლის გახდა თუ არ ვთქვი თუ 20 ყველაფერი დღემდე ყველაფერი იცის გამოვიდით გარეთ და სადარბაზოსთან საუბრობ არა შენის გაიხსენე ის არის რა ქვია რაღაც ამჩებს საფრთხელო სვავენ და რაღაც მთასვლელი მეგობრები მყავს ვიღაცები და რატომაც სვავდნენ ამ საფრთხელოს როგორ იცი რომ ალავერდის ამბავს ხელში ამიყვანდნენ და ასე ერთმანეთს გადამწევდნენ რა ხელი და ბოლოში ეს იქა და იყო ლევანი რომელიც მე ჩემ მეუღლე გახდა არა მაშინ მეგობრები გავით ნამდვილად არაფერი ჩდომა ლევანი იმის შველი გურამასათიანი დიდი გურამასათიანი და მე მოყევით რომ მოვიდა ბატონი მამა გურამის ჯერი ლევანმა რომ ამიყვანა ხელში და თქვა საფრთხე და მე გურამი იდგა და არაფერი არ გადამცა ძირს დახტკნა ხობა კარბაუგლო შანსი გამოვედით საუბრობდი და მე მგონია რომ ამას შენკენა გული ის დავაჯერე თავი და პირველი შემთხვევა იყო სხვა ყოფდა რომ არა და სხვა მიყვება არ ჯერ ისე დამაჯერა ლამის ტუფლის ნომერიც კი მითხარი ვისაც უნდა მალე ცოდად გაყოლოდი მოიგონა რა იმიტომ რომ ხედავს რომ ვერ ვარ და როგორც ეს მეუბნება ღამის პირველი საათია გამოდივარ დინოსგან მე არ ვიცი ჯერ რა მჭირს ყველაფერი იყო დინო ზედა ამიტომ პარანორმალური მე ჩემს სიტყვას გააკოდა უკვე და თავის მოკლა ფიქრად არ მოსიება რაღაცა დამემართება არ ვიცი ჯერ დამჭირდა და იმ მეგობრის სახლი იყო იქვე სტუდენტები იყვნენ დაქირავის გასაყების დებდი კართან ხოდა მე არავინ არ იყო და რაიონში იყო წასული გავაღე კარგი ღამე დავჩერდი და კიკაბიცის ის იყო დისკი მახსოვს და ორი დინამიკიანი სრეფო პრაიგრევატები და ეს მუსიკა როგორ ჩავდი ისა და აფეთქდა სამყარო ეს დინამიკები კი არ წავიდა ხმა მთელი კოსმოსი და თორმე მე გადავსულა და 4 დღე თუ 5 დღე როგორ ვიყავი თბილისში მგუდავდი საერთოდ არ გახსოვს. დინოსახში მოვიდი, ცეკვა დავიწყე, თავაში დავიწყე, ეს მიყურე და მივხვდი რაშია საქმე, მე უკვე არა ვარ ახაული და მამამის ცხოვრებულმა არ გამიტყვა, გაიწაბოდი რა გავისეირე და ამიტომ კამოს ქუჩაზე მიყავდი, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩემი დავიწყე. აბა არა ნორმალ კაცო, ცეკვა პატარა ბავშვი, ვიცინი ვითომ დინოს ელაპარაკები ტელეფონზე. ნუ ახლა და ვაიმე რა სწორია. ბიჭო ეს მართლაც ეს საოცრებას ყვებით წამიყვანა და ფეხი აბა ტკიოტიციანი ლექსზე მე და საუბრო ბათამაში და მივყიმა თვალი ჩაუყურა ეთყობა იმად რა ხდება ხო აბა ისიც აბა თქვი ლექსი აბა და ამიყვანის მეორე საათი კამოს მაშინ იყო ძველი საგიჟე ვაიმე როგორ სასაული აბა აი რომ გააგეს ბიჭო და უცბად აი ხა შემიტყუეს რომ მე არ მივხვდე და როგორც ეს ერთ სადაც არის და ვამთხოვები გააღე და უკან მიმართეს ქუსლი თუ რაღაცა რომ შემეჯდეს და დაკეტეს კანი და აუგუსტი 1 30
ყველაზე მამალი გიჟები აი ესეთი ზედახურა და მეტი სადავადა მამალი გიჟები ხმეთ რაფინალია ბრალოდია სერვიზე ასე ახორხები იყვნენ შეტანიელზე შოხა დაბობხავდი რას ხმება ზოგი ნაპოლეონია ზოგი და ნემსი უკვე ამინაზინი უკვე გაუკეთებია ჩემთვის უკვე დიდი დოზა და სანამ ეს ამინაზინი ეთყობა წუთებში მოხდა და ისე გაუბრაზდი მოკლედ და წარმოგიდგენი ახლა როგორი კარს როგორ დაკეტავდნენ ამდენი იმის და ფეხი რომ კარი ჩამოვგა ჩავანგრიე კარი გამოვარდი იქიდან მეორე სართულიდან და ეს მაშინ ხო გახსოვს ისინი რომ იყო მუსკულიანი ბიჭები და პროსტინებით აბამდნენ იმას გავიქეცი მაგრამ სადღაც ის ყო და galawani ამებას და იქ უკვე ესე ამინაზინმა მომეწიეს დავარდი არაფერს ამან დამიწყეს ცემა დამავეს ამ საწოლზე პროსტინებით და ესე და მოგეთ იქ დავიდგინეს რეაქტიული ფსიქოზი ახლა გეტყვი აბა მოიცა ჩათქვას ნიოს მოუსმენს მე ლაზერტული დავადება ფსიქიკური გოლმა შეიძლება რომკომზე ხო იყო საუბარი კი ერთი ლექსი უნდა ვათქვენოთ ისე ვერ გავუშვებთ აგერავა გავჩერდები და ბაღარავა კი გაგა მოდი რა აი ალბათ მეც რომ ამ ქვეყნად სიყვარული მოიგონა რომ უნაზეს ვარდის ხევა მიადონი დაიმონა რომ ნაკადულს დარდა დააწევს მზისხივების სიფერფთალ უნთვარეო დატირებულ ცას უმშრალებს ქარი თვალებს ასე ხედავ მომადლებულ სიყვარული ზეიმს ქვეყნად ვინც ამ გზნობით დაიბადა ვერ დარჩება ვერსად კენტათელვა სერავს ცას დაბინდულს თეთრი თვარეც გამოღადრა ობლობაში დარჩენილი ჭიქა ღვინო დამიძმარდა მხოლოდ ერთი საფიქრალი ჩლანად გააწეს სულის ფსკერზე როგორ დავთმო სიკვდილის ჟამს გზნობა დახაზული მკერდზე ანრაგულით შეველიო სიყვარული ცავსე თვალებს მომაკვდავი გულის კარზე სუნთქვას ზრუნვით მოკანკალეს ჩემთვის მოძღვნილ სიცოცხლეს და სულში ამოფრენი უტრედებს იქაც ვნახავ იქაც ვიგრძნობ მხოლოდ ეს ღამა იმედებს არ დამტოვებს ვიცი არსად სიყვარული ნაფერები მანტელივით არ გაქრება ღამეები ნათენები მომიგონებს ყველა სახლი რაც ამ გრძნობით მოვიარე არ მომაკლებს ვიცი იებს სატრფო ჩემი მგლოვიარე და მე ციზმარ შეხიზნული კვლავ დავლაშქრავს სარკმლის ღუდეს სადაც გულით შენახული სიყვარული დაიბუდებს წველ მზეს საგავს ჩემი გრძნობა გულში გაყრილ ცეცხლის ლახვარს ასე ვიცით პოეტებმა სიყვარულის კი გავაგზავნოთ მაგრამ წერეს მოვედი სახში მაგრამ თლიანად გამოსული არ ვიყავი მე მოსკოვში წავიყავი ორი თვით თავისი პიაცულში რომ დავბრუნდი მოკლედ ეს ეშინიათ ჩემებს ისევ რაღაცა არ მოხდეს და დავიწყე ჯერ სკოლაში აი პავლიკ ზურაბიშვილზეც რო გითხრათ როგორ პავლიკ ზურაბიშვილი მაკვირდებოდაო აწიხდება ეს ოღონდ სკოლაში დავიწყე მუშაობა და შემდეგ უკვე შემოთავაზეს რაღაცა მოკლედ მილიციაში ბავშვთა ინსპექტორად არასოციალურ ხოდა ამის მერე წამოვიყავით თბილისში კურსებზე ისე პოლიციის ისე რა გადამზადების კურსებზე გავიდა წელიწადზე მეტი უკვე ნინოს მერე ნუ თითქოს მონეულია ყველაფერი მე გამოყვავარ გავიდა ეს პრობლემები უკვე მსახურობდა მომიყვანეთ თბილისში ჩამოვედით კურსებზე გადამზადების კურსებზე მილიციის ასამაღლებელ კურსებზე და ნინოს ტელეფონი ხო მახსოვს და უკვე თითქმის მილეული არაფერი არ აქვს კავშირი დამთავრდა ჩვენი გზები გაიყარა რა ვთქვათ აი მილიცია ჯიბეში ბიბლია მედო პატარა ჯიბის ბიბლია მაშინ ეს მთელი ის არის დასაწერი ამაზე ბიბლიით გადაიღოს გასვლა როგორი მილიცელი ვიყავზე რეებს ვაკეთებდი და ბიბლიით ხელში 82-ში ვის გაუგია 82-ში ბიბლიით პოლიციელი ქალაქში და პოეტი თუ გახსოვს როგორ არა არჩილ ფიცხალავა როგორ ამასო ლოთი პოეტი და წარმოიდგინე მილიციის ფორმით არჩილ ფიცხალავა ვიღაცები მათთან ბარებში შევდივარ ლექსეთები ტიციაზე არჩილ და ბულვარში ხალხი გაგიჟებულია ეგეთი ვისურა მოსაცანავას მაგარი ხოდა ამის შემდეგ ნინოს ტელეფონი ხო მახსოვს და რატა ვრეკავ ნინოსთან ნინო გარკვეული არ არის მე უცბარ მაინც დავრეკავ მეთქი აუკრიფე და ერთ სიტყვას მე უკვირდი ანუ ეს ხო ის სიტყვა როგორ წავდა ისევ არ გადაფერდეს იმ წამს შეიცვალა სამყარო
გათიშვა კანონის ასატიანზე. და იქ ვიყავი 2 თვე და ავლიზურება ხო ვერ მომყვებით რა ხდებოდა და ავლიზურებაც და პროსკოპოლიცია მოიწვია 200 ფსიქიატრი ესებოდა პრაქტიკაცები სტუდენტები ყველა და მე ვიყავი ისეთი რომ სულ მიკლებდნენ მუდმივად ჩემზე იყო ნინო ჩხეიძე იყო ეს ნინო ჩხეიძე მირეკავდა და მეკითხებოდა ასე ყვება რომ ზღვაზე მოგაკითხა მართალია თუ იგონო მართალია უნდა გაარკვიო რა ხდება ღმერთი და სიყვარული ერთად არის აზერილი და ეს უბრალოდ წერია ის არის რომ თქვენ რო დაუშვათ ნახტახდებოდა ხალხადონი შეიძლება არ შედგა აუცილებლად არ შედგება მე მკითხეთ მე რაღაცეებ კიდე ყველაფერს რო მე თუ რა გვექნება მე როგორც პროზაში ძალიან მაინტერესებს თქვენი და ახლა შეიძლება მას ყველაფერს ვერ თქვათ ან არც საჭირო მაგრამ თქვენი და ავლიპის საუბარი და ავლიპი იყო ძალიან მაღალი დონის მეცნიერი სოფლიო სამეულში და ხუთეულში გადიოდა ავლიპი ძალიან მაღალი დონის იყო მიუხედავად თავისი აი ასეთი ეგზოტიკური და ზოგჯერ ირონიას იწვევდა და ანეკდოტებისას დიდი მეცნიერი იყო აღიარებული და ამიტომ ძალიან საინტერესოა ჩემთვის აი ბოლო დიაგნოზი რა თქვა მე სკოდა ეს ამპარო ხო ვერ გადმოცემ ხალხო მე როგორ უყურებდი აი რომ ნახატებს რომ მაჩვენებდნენ ერთხელ მასო დინო მაჩვენებდა და აბა რას ხედავ და მანდ იყო გლეხი მეუღლე უკან მოყვება ბავშვი და ხნავს გუთნით იმას რა ქვია ეს ადრიდელი ძველი და მე აღარ ნახატად კი არ ხედავ მითოში გადავდივარ ცოცხლდება მე იქ ვარ და ის განცდაც მახსოვს ეს რა არის მიწას როგორ და რა ბედია რა სიფშვიდეა იქ ანუ მე მქონდა აზერილი რეალობა და არ მოსავ ერთფერიანი მე გარედან რო შეხედავ და აიმე საცხარი რა საცხარი ერის ახალში მოგეთ დეტალს გეტყვი ავრისთან დაკავშირებით კონფერენცია რომ მოიწვია ხო და ვზივარ აბა გურა აბა მითხარი რა საკეთებს ახლა ღმერთი ნუ ერთ-ერთ დეტალს გეუბნები რა დაბაბა ეს პავლიკზე ამბობთ ხო? გეფიცები მოგეთ ხო მითხრა ეს და ტყავ და მე ვხედავ ხილვაში უკვე რა ხდება მე ხაგავად კიდე 10 წლის მერე ვნახე თუ გახსოვთ კრიშნა რო არის წამოწოლი რო ასე კრიშნა ესე რაღაცა ეს და ზეცაში პლანეტები არის ასე მასავე და ეს კრიშნა განისვენებს ეს აი ეს დავინახე მე არც ვიცოდი ხაგავად კიდეში მერე ვნახე მე ვთხარი რა საკეთებს და ახლა მეთქი მეტი წამოწოლია მეთქი ასე მე მეთქი დედამიწა არის დაკიდებული ასე მის ფეხებთან მეთქი ასე მე მეთქი აი ახლა ღმერთმა ფეხი ასე მოგედა კრა დედამიწას და გააქალა იქით მეთქი და ატყდა ხარხარია აი ზუსტად კრიშნა მე ხაგავად კიდე ქუჩაში ვდახე აი ისეთი ტიპი მე ვნახე და გადმოვეცი რაც ვნახე ისეთი და მოკლედ ორი თვეების ავიღა საბოლოო დიაგნოზი რა იყო ავლიპის? აი ახლა ავლიპას იქარ მახსოვს რომ პირველი იყო ეს რეაქტიული ფსიქოზი და მეორე სიყვარულისა და ღმერთისგან აი რაღაცა ნუ სიმბიოზი მე ხო დავზეთ ახლა დიაგნოზი ადელის სინდრომი ქვია მაგას მე ნინო ადელის სინდრომი ტელეფონი ტელეფონზე დაბარეკილი ისტორიას და ფსიქიატრიაში შევიდა ქვია ამ დაავადებას ადელის სიყვარულის შედეგად ემართება და აი ესე დააყენა რაზდუაზე ახლა პროფესორი მომაშე თქვა რატო მიეცი და რატო არ ნერვიულობდი ჩემი ცოლი მიკვდება ნერვიულობისგან ніლა დამაყდა საწყარი კიდე და გაიგო და შემდეგ ეს მამდა შემდეგ რომ მოვითხოვე დავთეს ნება ნინო მოსულიყო და თურმე მე ნინო შენ მოხვედი და არ შემოგიშვეს შენ მე გადავწყვეტეს რომ აინტერესებდა ერთხობა დიაგნოზი ანუ ქალბატონო ნინო ეს როცა იყო ფსიქიატრიულში თქვენ დაგიკავშირდნენ რომ მიხდნენ რომ რაღაცა თქვენ გიკავშირდებოდა ყვებოდა ისტორიებს აინტერესებდათ რომ ეს არის მოგონილი ისტორია იმიტომ რომ ძალიან არაბუნებრივად რაღაცებს ყვებოდა შეიძლება ეს იყო ფანტაზია თუ სინამდვილე და რასაც მეუბნებოდი რომ ყველაფერი მართლა სიყვარულის გაუგებრებისგან გაანებენ და რას ფიქრობდით თქვენ კაცი რომ გაგიჟდა მართლა თქვენი სიყვარულის გამო მარა თან ახალი გათხოვილი იყავით თქვენი ამბავი ჯერ არ იყავით მე რა მაინტერესებს ესეთი სიმპათიური ესეთი გულით რატომ არ მოგეწონა რა ვიცი აი მარტა აი ესეთი რატო უნდა მომილო შეხედა იმით კაცო ნატო რა არ იყო ეს არ იყო ეს
სიყვარული. ეს რაღაცა ანუ მე არ ვუყვარდიო. მე თქვენ გეტყვით ახლა რაღაცა ბარი ვიტყვი რა. ანუ თქვენ არ დაიჯერეთ? ანუ პრობლემა იყო დაჯერებაში? შემეშინდა ამ გზნობის, აი რა გითხრა. აი შემეშინდა, იმიტომ რომ გძნობდი რომ ეს რაღაცა ძალიან ის არანორმალურად იყო რა. ეს არ იყო, ნუ აი ჩვეულებრივი ხა ხო თორე არ დატრობს სიყვარულს, კაცო გეტყვით ბათუმში რა ვიყავით, ხო გითხარით რომ რა დღეში ჩავარდი ბათუმში ნახე, მეორე დღეს დავნიშნე სვიდანიას რო ეძახე, მოვიდა ნინო. და დამიშდა გვერდით ეს გულადი ცაკარი და ნინო შეკვდა ნაქსოვი ჩანდა სირიაში, ხო დაიბადა სირიაში, ხო დაიბადა. თუ წაგიყვანს არა, ხო იყავი. ანუ იქიდან ჩამოტანილიო, ნინო მეუბნება. ნუ იმღამეს ხო და აი ძაფი გამოიღო ერთი ძაფი და მაჩუკა ეს. ძაფი იმიდან ჩანთიდან მე არ მახსოვს შენ რაიგა. ხო და იმ წამსვე გეფიცები იმ. ბატონო და თქვენ რამე უნდა დაწეროთ ამ ამბავზე. ნინო ჩემთან კეთილ განწყობილია მთლიანად იფსხრობდი. ეგინე გამოვიქეცი ბატონიდან. მეორე იყო შენთან. პირველად რომ მოვედი მეთქი და ნინო ხელზე მხარი დამადო. ნუ ახლა სტუმარი ვარ რა მოხდა. იმ წამსვე გაწყდა ყველაფერი წამოვედი. აი ეს ხდებოდა ამას ნორმალური არა. ანუ სხეულებრივად გემართებოდა ეს. არ ხონდა არაფერი. არა, სხეული ადრე უყურებთ. ანუ ეხლა როცა მაღალცნობიერში ხართ, ეხლა უკვე ამ გადასახედიდან რას ფიქრობთ? აი ფსიქოლოგიაში არის ესეთი ტერმინი თვითსაბოტაჟი ქვია. აი ხო არ იყო ეს თვითსაბოტაჟი, აი რაღაცა ახსენი ჩვენ ენაზე რას ეძახი თვითსაბოტაჟი? თვითდაზიანება, სელფ-საბოტაჟი, ანუ თვითდაზიანება, რომელიც რაღაცა ძალიან ძლიერთან, ძალიან მაღალთან მიახლოების შიში არის, წარმატების შიში არის. ნინო კი არ იყო ეს ის რომელიც მე ვირწმუნე. ღმერთს. აღარ და ამაში მიდოდა და მენახა და ეს იმაში ეგ არის მე ხოლმე აი დიდებულებასთან მიახლოების შიში არის ეს სელფ-საბოტაჟი. შეიძლება იყოს ზეცნობიერისა და ცნობიერის კონფლიქტი. იუნგიანური ფილოსოფიაში რო გადავიდეთ ჩვენ, შეიძლება იყოს ეს ადამიანურა ზეცნობიერის და ცნობიერის. როგორც რეალთა უკვე იყო ნატო. ნატო როდის გაიცანი? ეს იყო ნორმალური გზნობა, ადამიანური. ნატო მალევე გაიცანი? ნატოზე ხო გითხარი ბიბლიოთეკაში რო ეხმადე და შესხმა ვერ მოვასწარი მე და სახვი მიყვარდა ზოგადად. უკვე თერმოთერაპია ანუ ყველა ერთ-ერთი წუთი. რაღაცა და ხა მერე კაი დაურიგეთ. ნიტა გაისო ნინაც გაიგერება. არა, ეს უკვე ცოლი იყო შენი. მე და ჩემთან მოიყვანა მეც გათხოვილი ვიყავი მეც. აგერ ფოტოები გვაქვს მაგალითად. გადასარევად ოღონ ეს რამდენი ხნის ხანდახან ახალ ერთი ორჯერ სამჯერ ზედიზე თუ დავრიკე ნინოს და ნატო ცოტა გარშემო მოუხშირე და რეკო. ესე იგი ეხა დრო გვაინტერესებს დრო. ანუ იმის შემდეგ რაც ეს ამბავი მოხდა იმ ფსიქიატრში იყავით ცოტა ხანში გამოხვედით რამდენ წელში მოხდა ნინოს გაცნო ნატოს გაცნო 83-ში იყო მარტში ეს ბოლო ასათიაზე რო ვიყავი ისევ გავაგზელე იქ უკვე სკოლაში მილიციის მერე სკოლაში ორგანიზატორად და ფაქტობრივად 5-6 თვეში 6 თვეში ვაი და ერთდროულად აი რას ყვება ჩემი ხორცილის დღეს 17 დეკემბერს ამან ხელი მოაწერა ანუ თქვენც 6 თვეში ძალიან მალე გადაგიწყვეტია თუ არ არსებობდა იმ ეტაპისთვის არა ის მანამდე ამბავია ანუ მაგრამ ცენტრალოდის მოხდა ან გამოფხიზება ის იყო მოგონილი ძალიან ძლიერი და მერე გაიცანით თქვენი მეუღლე არა მერე დაიწყო მეგობრები და ერთად ვიყავით სასწავლში უახლოესი მეგობარი აი უახლო ანუ მერე გადაწყდა მე ალკოოლია და მე თუსელები ვიყავით და მე ეს თელი ნუ კურსით ერთად ვიყავით სულ და პრინციპში აი ხა ვიღაცა აი ყველას ამას ვადარებდი ამ ლევანს ვაი ლევანთან კარგად არ ესეყო ვერავისთან ვერ ვარ რაღაც აი ესე თუმცა არასოდეს არ მქონია არანაირი სხვანაირი როგორც კაცის ადგილზნობა ნუ ძმა იყო რა ვიცი მე ვიღაცა რომ მოწონდა მე იმ გოგოს წერილებს უწერდი მე ვეხვეწებოდი ერთი ჩვენი კურსელი მოწონდა და უწყობდი ამ შეხვედრებს იმასთან და ვიყავი ერთ ამბავში ლევანთან არც მიფიქრია ხოდა აი მეხუთე კურსი აი ესე უცებ გადაგვიწევდა ტვინი ანუ იმ ამბიდან ერთ რაღაც ნახევარ წელში ხო
აი მე ხო, ნუ მეხუთე კურსი. ეს ისე ახლა გადავუწევ. კაი, ეხლა ძრული ხარ, არის მოცული სახში მივედი, კაცო, დაწვიმარი ამიტომ წინდა. საღამოა უკვე და დავეხი მუხლებზე, ბიჭი, რა ხდება? მერტოლად კი თუ ჩვენ ერთმანეთის უკვე რაღაცა რა, მათი შენიდება იყოს მეთქი და ახლა 6 საათი უკვე წუთები. ეგზე იკეთებოდნენ ესენი და ისევ ქალაქში წავედი სახლიდან, უცბად. და იქ ვეძებ. ესე იგი თავსახში ყოფილა და არბაში არა, ბიბლიოთეკა მეუბრდა და დატოსა და ნიკიტარიო და დატოს ეგონა რომ წიგნი მინდა და სასყალი მეუბრება რომ იდა მეკინდი ვარ თუ და კი თქვენ მინდიხარ მეთქი აბა რაიმე საყვარელი. სულ 10 მინუტი გეფიცები 100 მეტრი კი გავიყვანე გამოვყარე ყველაფერი მითხარ ასე მეუბნა სულა გიგაბო გაშტერდა გაგიშებული არაფერს არ გული თურმე რა მოხდა 3 თვის წინ კითხავ ეუბნება დეტალურად ჩემს რო სახელი რაზე იწყებ გზე იწყებ დაჭიკი მოდი არა უშავს დეტალურად შენ რო ლაპარაკობი გავგიშდიო კითხავის დათქვამი 3 თვის წინ რო 3 თვეში რა 3 წელიწადში შენ გაყვები ასე და ასე თვის მაღალი გზე იწყება ისე და დოქტორი საერთოდ არის დაუჯერებელია უბრალოდ ისეთ ფაქტები ბევრი არიან ოჯახში ხევში მიუტანე რა ეს არის და ბედი შენ რო მითხარ ბედი ეს ყოფილაო თუ არ 10 დღეში 2 კვირაში დავკურცი ესი და ინგლისურად მომიწერე. ეგეც ასწავლია ესე იგი მე ცოლი ნინომ საერთოდ ხო არიცო და რა ხდებოდა მოიყვანი ცოლი და ნინო ერთ კვირაში თხოვდება არა, აბა ერთ დღეს 17 დეკემბერს მოაწენა ხელი და 17 დეკემბერს მემხორდა კორცი რასა? აბა დედა მე მოაწერე ხელი და გურამის დაბადები